დიდი მადლობა ჩართვისთვის, მივესალმები ტელემაყურებელს. გილოცავთ დღევანდელ დღეს, ულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ეს არის ნამდვილად უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს არის ნამდვილად ისტორიული დღე, რაც დღეს არაერთხელ აღინიშნა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების და ასევე ევროპარლამენტარების მიერ. ძალიან ემოციური იყო დღევანდელი დღე, ემოციებით დატვირთული. ჩვენ დავინახეთ თუ რამდენ დიდია მეგობართა წრე ევროპარლამენტში. ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა, რომელიც დაკავშირებული იყო ვიზა ლიბერალიზაციასთან, ჩვენ ევროპულ ინტეგრაციასთან და ყველგან ვგრძნობდით, ასე ვთქვათ, მეგობრულ სულისკვეთებას, რომელსაც ამჟღავნებდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, ჩვენი კოლეგები ევროპარლამენტიდან და ასევე ევროკომისრები, რომლებთანაც ასევე გაიმართა შეხვედრები. ჩვენთვის ეს არის კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ვიზა ლიბერალიზაციის ამოქმედებით ხელშესახები გახდება ყველა ის სიკეთე, რომელიც დაკავშირებულია ევროპულ ინტეგრაციასთან თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, ეს მიღწევა არის თითოეული მოქალაქის დამსახურება, იმ ძალიან დიდი მხარდაჭერის დამსახურება, რომელიც გამოიხატება ჩვენი მოსახლეობის მიერ ევროპული ინტეგრაციის მიმართ და მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ მოქალაქეს ამ ძალიან მყარი მხარდაჭერისთვის. მადლობა მინდა გადაუხადო ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელიც ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში და რომელმაც სული და გული ჩადო იმაში, რომ დღეს ეს შედეგი დამდგარიყო ევროპულ პარლამენტში. განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის, რა თქმა უნდა, ამ პროცესში პრემიერ კვირიკაშვილს და ეს აუცილებლად მინდა აღვნიშნო, ჩვენ დავინახეთ ყველამ თუ რა პიროვნული წვლილი მიუძღვის პრემიერ კვირიკაშვილს ამ პროცესის წარმატებით დასრულებაში. გასაგებია, ბატონო ირაკლი, ჩვენ დღეს სამი საკმაოდ კრიტიკული გამოსვლა მოვისმინეთ ევროპარლამენტში, საბედნიეროდ ეს აზრი არ გაითვალისწინეს. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რომ საქართველოსთან ორგანიზებული დანაშაული შეიძლება დაემუქროს ევროპას? კი, რამდენიმე დეპუტატმა ევროპარლამენტის გააკეთა ასეთი განცხადებები, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მსხვილი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი გამოვიდა დღეს დებატებში, რომელსაც ჩვენც ვესწრებოდით და კიდევ ერთხელ ყველა მსხვილი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა ერთხმად აღიარა ის პროგრესი, რომელსაც საქართველოს მიაღწია უკანასკნელი დროის განმავლობაში და სწორედ ამ პროგრესის ამ წინსვლის დამსახურება ის, რომ დღეს მიღებული იქნა დადებითი გადაწყვეტილება ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით და ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ძალიან დიდი უმრავლესობით. კიდევ ერთხელ ყველა მსხვილი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი ერთხმად უჭერდა მხარს საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებას და ეს არის, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანის დამსახურება. ბატონო ირაკლი, იმისათვის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში, მაგალითად, გამგზავრების მსურველთა ნაკადი არ გაიზარდოს, იმისათვის, რომ იგივე თუნდაც შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდეს, რა ტიპის სამუშაოა ჩასატარებელი და ზოგადად რას გეგმავს საქართველოს ხელისუფლება? პრინციპული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ახლა არის დარჩენილი ტექნიკური ხასიათის პროცედურები იმისათვის, რომ ამოქმედდეს ეს გადაწყვეტილება. დაახლოებით 2 თვის თავზე უკვე სრულფასოვნად ამოქმედება დღეს ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ერთი მხრივ ჩვენთვის არის ძალიან დიდი მიღწევა, თუმცა ეს მეორე მხრივ არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა გულისხმობს იმას, რომ უნდა გაგრძელდეს რეფორმები სხვადასხვა სფეროში, ყველა ნაკისრი ვალდებულება, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული ევროპარლამენტის მიმართ, ევროპული კავშირის მიმართ, ევროკავშირის მიმართ აუცილებლად შესრულდება ჩვენი ხელისუფლების მიერ. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვაგისრა დღეს მიღებულმა გადაწყვეტილებამ. გასაგებია და ბატონო ირაკლი, კიდევ ერთი კითხვა. ითქვა, რომ მაგალითად ხელისუფლებამ საშინაო დავალება კარგად შეასრულა, ყველა მოვისმინეთ ეს სიტყვები. თუმცა რა იქნება შემდგომი ნაბიჯები ევროპასთან კიდევ უფრო დასაახლოებლად? ალბათ დამეთანხმებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ ვიზა ლიბერალიზაცია არ არის საქართველოს მიზეზი, წინ იგივე თუნდაც ნატოში გაწევრიანებაა და ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება. რა თქმა უნდა, ეს არ არის, ასე ვთქვათ, ბოლო წერტილი ჩვენ ურთიერთობებში პირიქით აქედან იწყება სრულიად ახალი ეტაპი ევროპული ინტეგრაციის. ჩვენი საბოლოო მიზანი არის, რა თქმა უნდა, სრული ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში, სრული ინტეგრაცია ევროკავშირში და ამისათვის უნდა გაგრძელდეს სწორედ ყველა ის რეფორმა, რომელიც არის დაგეგმილი ჩვენი ხელისუფლების მიერ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვალდებულებები აღებული, ეს ვალდებულებები არის გაწერილი ასოცირების დღის წესრიგში, გვაქვს კონკრეტული ვალდებულებები, გარდა ამ ვალდებულებისა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ზოგადი მიზანი, ეს მიზანი გულისხმობს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განვითარება სხვადასხვა მიმართულებით, დემოკრატიული განვითარების კუთხით, ეკონომიკური თვალსაზრისით, სოციალური თვალსაზრისით და მიმართულებით აუცილებლად გაგრძელდება რეფორმების გატარება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და საბოლოო ჯამში სწორედ ეს გზა მიგვიყვანს ჩვენ საბოლოო მიზნამდე და საბოლოო მიზანი კიდევ
კიდევ ერთხელ არის რა თქმა უნდა ჩვენი სრული ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში, ევროპულ კავშირში. რა იქნება თქვენი გზავნილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ბრიუსელიდან? რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ მე, რომ ხელშესახები გახდება დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული მოქალაქისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ხაზი უნდა გაისვას და კიდევ ერთხელ ამ სიკეთით ისარგებლებენ ასევე ის ადამიანები, რომლებიც ხელოვნური საზღვრის მიღმა ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, ამასთან დაკავშირებით გზავნილი გაშერდა პრემიერის სიტყვაში და მე შემიძლია იგივე გზავნილი გავიმეორო. ამ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის დღევანდელი გადაწყვეტილება და ამ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია. დიდი მადლობა პარლამენტიდან ბრიუსელიდან ჩვენს კითხვებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პასუხობდა. მან ყველა მოქალაქეს გადაუხადა მადლობა, ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული. ასევე მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პრინციპული გადაწყვეტილება მიღებულია და ახლა მხოლოდ ტექნიკური საკითხებია დარჩენილი.